ხელისუფლება დავით გარეჯთან დაკავშირებით ნაჩქარეო განცხადებებს აკეთებს. ასეთია საპატრიარქოს პოზიცია. მმართველმა პარტიამ საქართველოს მოქალაქეები გუშინ ფაქტის წინაშე დააყენა. მთავრობა მოულოდნელად განაცხადა, რომ ბერთუბანი, ჩოჩხიტური და მისი მიმდებარე ტაძრები აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა და ეს ფაქტი მეზობელ ქვეყანასთან სადაოც კი არ არის. ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს უფრო შორს წავიდნენ და დავით გარეჯი მე-16 საუკუნეში დაკარგულ დაოკლარჯეთში ადარეს. საპატრიარქო არ მალავს, რომ დავით გარეჯზე ხელისუფლების პოზიციით იმედგაცრუებულია. პირველი კომენტარი დღეს კათოლიკოს პატრიარქის მდივანმა გააკეთა. ნამდვილად არ ველოდებოდით, რომ გუშინ ასეთი ასე ვთქვათ, ყველაფერს წყალი გადაესმეოდა. გვარწმუნებდნენ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ამ საკითხზე და გუშინ ვიგებთ ინფორმაციას, რომ თურმე აღარაა ეს საქართველოს შემადგენლობაში. კულტურის მინისტრი ნიკა რურუა დავით გარეჯს დაოკლარჯეთს ადარებს. მინისტრმა ეს პარალელი დღეს უდაბნოს ეკლესიის საკითხის კომენტირებისას გაავლო. რურუამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ უდაბნოს ეკლესიის თემა სადავო საკითხს არ წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორიულად საქართველოს ნაწილი იყო, ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, როგორც მაგალითად დაოკლარჯეთი, რომელიც ისტორიულად საქართველო იყო, მაგრამ უგუმართობის ისტორიული დაუდევრობის შესტოვების უბედობის გამო ეკუთვნის თურქეთს მაგალითად. ასეთი რაღაცები ხდება ყველა ქვეყანაში.